ახალი სამუშაო წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგით დაიწყო. მინისტრის მოადგილემ უახლოესი მომავლის გეგმებსა და მნიშვნელოვან ვიზიტებზე ისაუბრა. უფრო დეტალურად ამ თემაზე ეკა გაგუა ისაუბრებს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა. ეკა, შენ უსმენდი ნინო კალანდაძეს, ახლა ჩვენ გისმენთ შენ. დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოველკვირეული ტრადიციული ბრიფინგები აღდგა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის დღეებში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ვიზიტებით დატვირთული არ ყოფილა. ნინო კალანდაძემ ისაუბრა უკვე დაგეგმილ ვიზიტებზე, მისი ინფორმაციით 17-19 იანვარს იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც ის შეხვდება თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და ქვეყნის პრეზიდენტს. შეხვდება თავის კოლეგას უპირველეს ყოვლისა და როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს დიდი ალბათობით. ჩვენ აზერბაიჯანთან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი, მიმდინარე პროექტები არსებობს, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის პროექტები. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. ალბათ ამის დასტურიც არის ის, რომ სწორედ პირველი ვიზიტი განხორციელდება წლის დასაწყისში სწორედ ამ ქვეყანაში. საგარეო უწყებაში ასევე ისაუბრეს სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებზე. ნინო კალანდაძის განცხადებით, მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ გემფლობელთან და მათი ინფორმაციით გემფლობელი გეგმავს გარკვეული თანხის გადახდას, თუმცა ჯერჯერობით ამ თანხის ოდენობა არ კონკრეტდება. კავშირზე გემთმობელთან და მის ადვოკატებთან, რომლებიც თავის მხრივ ვითარებას არკვევენ თავიანთ სადაზღვევო კომპანიაში. ჩვენი ინფორმაციით გარკვეულ თანხაზე არის საუბარი, რომელზეც სათყოფნა არსებობს გემთმობელის მხრიდან, რომ გადახდილი იქნას, თუმცა ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა ამ ეტაპზე ის თანხა არ არის, რომელსაც მეკობრეები ითხოვენ. შესაბამისად, თვითონ ამ მოლაპარაკების პროცესი, ისე როგორც სადაზღვევოსთან გარკვევის პროცესი, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება რაიმე თანხის იქიდან მოპოვება, არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ეს სამწუხაროდ ასე მარტივად ალბათ არ გადაწყდება. და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეხებოდა გასულ კვირას გარკვეულ მედია საშუალებებით მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და პოლონეთში დასაქმების გამარტივებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც ეხებოდა. ნინო კალანდაძის ინფორმაციით ეს ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.